რა მოლოდინით ხვდებით 4 ოქტომბერს, რა იწყება და რა მთავრდება 4-ში. რისთვის უნდა ვიყოთ მზად და რა ძალა აქვს ხალხის ხმას. ამის შესახებ იმ ანალიტიკოსებს ველაპარაკეთ, ვინც დილით არჩევნებზე საღამოს აქციაზე წასვლას აპირებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ბრძოლის ყველა მეთოდი და შესაძლებლობა გამოვიყენოთ, თუმცა ამ ხედვას საზოგადოების ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ არჩევნებში ივანიშვილის თამაშის წესებით შესვლა ვითარების ხელოვნურად ნორმალიზებას ემსახურება, რაც ქართულ ოცნებას აძლიერებს. მათ შორის ლეგიტიმაციის მოპოვების კუთხით. ამ თემაზე დაველაპარაკებით ქართული ოცნების ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ყოფილ დეპუტატს გოგლა ჟვანიას, მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე შემოგვიერთდება სტუდიაში, მანამდე პოლიტოლოგებს დავით ზურაბიშვილსა და გია ხუხაშვილს მოვუსმინოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ 4-ში არჩევნებზეც უნდა წავიდე და აქციაზეც უნდა წავიდე, ორივეზე ვაპირებ წასვლას. არჩევნებზე არა იმიტომ, რომ რაღაცა ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ არ იქა ამით რაღაც ხელისუფლებას დავამარცხებთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სანამ თუნდაც შანსი, თეორიული შანსი არის იმისი, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ნება დააფიქსირო და ხელისუფლებას თუნდაც რამდენიმე პროცენტი მოაკლო ჩემი ხმით და ვფიქრობ, რომ თბილისში ამის საშუალება არის ჯერ კიდევ, მიუხედავად მთელი იმ პრობლემებისა, რაც ჩვენს არჩევნო სისტემას აქვს და მიუხედავად იმ გაყალბების, იმ მასშტაბებისა, რაც 2024-ში იყო და რატომღაც ახლაც მოსალოდნელია, თუმცა თვითონ რო ვკითხოთ, თითქოს არ აპირებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვაპირებ წასვლას და ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის მიცემას. ბუნებრივია, საღამოს ვფიქრობ, რომ დღის მეორე ნახევარში აქციაზე მისვლა ასევე აუცილებელია ყველასთვის, იმათვისაც, ვისაც ბოიკოტის რეჟიმშია თუ არ არის ბოიკოტის რეჟიმში, ვისაც სურს, რომ ცვლილებები დადგეს ქვეყანაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სიმრავლე დაინახო ხალხის. მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ იმას, რომ იმ დღესვე მორჩება ყველაფერი და ბენზინა გაიქცევა, როგორც კი დაინახავს ბევრ ხალხს, მაგრამ ბევრი ხალხი სიმრავლე არის აუცილებელი პირობა, შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა იმისი, რომ ხელისუფლებამ კარგად დაინახოს ეს პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია მიდის და რომელსაც უზარმაზარი მასშტაბები ჰქონდა აგერ ზამთარში, ისევ არსებობს. ეს აუცილებელი მგონია და ამიტომ მგონია, რომ ეც უნდა ვიყო. 4 ოქტომბერს უნდა იყოს ძალიან ბევრი ხალხი, მეც ვიქნები იქ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაკრიტიკებს, ჩემი ვალდებულებაა, რომ იქ ვიყო. არჩევნებზეც წავალ, საერთოდ ნებისმიერი ბრძოლის ველი უნდა იყოს გამოყენებული, როდესაც ესეთ ურჩხულს ებრძვირას დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ არსებული მოცემულობა ისეთია, რომ ოპოზიცია თვითონ არის უკვე სამ ნაწილად გაყოფილი და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი ენერგია ერთმანეთის ლანძღვაგინებაში მისდით. ერთი ნაწილი მიდის არჩევნებზე, მეორე ნაწილი ამბობს, რომ 4-ში დაიწყებს და რაღაცას დაამთავრებს. და მესამე ნაწილი თარიღს არ ასახელებს, ბოიკოტშია, მაგრამ განგრძობით პროცესს გულისხმობს, რაც საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს საყოველთაო დამორჩილებლობამ. რაც თავარია, ეს ფრთები ხო არიან კატეგორიულად დაპირისპირებული ერთმანეთთან, მაშინ როდესაც ბრძენი ოპოზიცია როგორ მოიქცეოდა, ხო, მიუხედავად განსხვავებული ტაქტიკური მოსაზრებებისა, იფიქრებდა არა იმაზე, რა ყოფთ და ესე რომ აპირისპირებთ, არამედ იმაზე, რაც აერთიანებთ. აერთიანებთ სტრატეგიული საკითხები. რა არის ეს საკითხები? ეს საკითხები გახლავთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება, ანუ ევროპული გზა, ეს არის რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ეს არის ენდის პატიმრების გათავისუფლება. ამ საკითხებში ისინი არიან ერთიანები. და სავსებით შესაძლებელი იყო მიუხედავად ამ განსხვავებებისა, რომ მათ შორის მომხდარიყო გარკვეული კონსოლიდაცია აი ამ ბიზნების ირგვლივ, ხო, ვინც მიდის არჩევნებზე კი ბატონო წავიდეს, მათთვის ეხა მოღალატეების ძახილი ეს ტაქტიკურადაც არასწორია თუნდაც ბოიკოტის მომხრეების მხრიდან, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ხალხმრავლობა რუსთაველზე, მათ შორის ის ხალხიც უნდა მოვიდეს, ხო, ვინც თulis რომ საარჩევნო გზა სწორია. და შენ თუ იმას მოღალატეს დაუძახებ, ბუნებრივია ეს რუსთაველზე ვეღარ მოვა, ხო? ანუ აი ეს საკუთარ კუდზე ფეხის დაბიჯება ერთი მხრიდან, მეორედან თუ მესამედან, აი წარმოუდგენელი პოლიტიკური, ესე რომ ვთქვათ, როგორ გითხრათ, ახლა ცუდი სიტყვის თქმა არ მინდა, ხო? პოლიტიკური უცოდინარობაა და მეტი არაფერი. მაშინ, როდესაც შეეძლოთ კონსოლიდაცია, კი ბატონო, ბოიკოტში ვინც არის, მე პატივს ვცემ ამ არჩევანს, ბუნებრივია, აქ საკამათო არაფერი არის, მათ უამრავი მორალური არგუმენტი აქვს თუ რატო არიან
ბოიკოტში, მაგრამ ის რომ ეხლა აუნჩოს მოუწოდო რომ არ წავიდეს არჩევნებზე შესაბამისად ხელისუფლების ამოცანა არჩევნების მოგების გაამარტივო, ხო? ეს არასწორია. ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე სასარგებლო ვითარება, რაც დღეს ყალიბდება ოპოზიციაში ეს განხეთქილების ჩამოგდება და ის ამ მიზანს აღწევს. მე არ მგონია რომ ამ აქციის ორგანიზატორი არის ან რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან რომელიმე ჯგუფი, კი იდეა იყო იქ ხაბეიშვილის და ბურჭულაძის, მაგრამ მას ვერდება ყველა. მე რამდენად ვიცი ის პოლიტიკური ძალებიც, რომელიც მათ არ ეთანხმებიან და ბევრი რამე სადაუაქვთ. ამიტომ ეს რაღაცაა და მან მიიღო უფრო სახალხო ხასიათი, ვიდრე კონკრეტულად ვიღაც ორგანიზატორებისა და ამიტომ ახლა იქ მე მგონი მთელი სპექტრი იქნება წარმოდგენილი პროტესტის გამოხატველი საზოგადოების. ეს პროტესტი შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავდეს. ზოგი უფრო მკვეთრად, ზოგი ნაკლებად მკვეთრად, ზოგი ხშირი მისვლით, ზოგი უფრო იშვიათი მისვლით. მაგრამ 4-ში სულისკვეთება ასე პოზიციონირდა. 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. ხო, არ ვიცი ახლა როგორ იქნება ეგ ამბავი, თუ მოხდება მაგას რა ჯობია, მე მაგის წინააღმდეგ კი არა ვარ. მაგრამ ნუ ახლა იმისთვისაც უნდა იყოს, რომ შეიძლება ეგრე არ მოხდეს. ეს ზატყოფნა ჩინაგანი უნდა გქონდეს, თორემ თუ შენ რაღაც ძალიან გადაჭარბებული მოლოდინები აქვს, მე შეიძლება იმედგაცრუებას დიდი იყოს. მე მეჩვენება აი ეს ზემოლოდინების შექმნა, რომ 4-ში დილას დავიწყებთ რაღაცას და საღამოს დავამთავრებთ და ვიღაცამ რაღაცა ისეთი იცის, რაც არავინ არ იცის. მე პირველ რიგში ვეტყვი, რომ რაც მან იცის, სუსმაც იცის, ხო, ჩვენთან ესეთი წესებია დამკვიდრებული და ეხა სუსმა თუ იცის, ჩვენ რატო არ უნდა ვიცოდეთ, ხო? გარდა ამისა, ესეც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სასარგებლოდ მუშაობს, აი ესეთი ზემოლოდინების შექმნა, რაც სამწუხაროდ როგორც წესი იმედგაცრუებით თავდება. მე არ მივდივარ იქ იმ მოლოდინით, რომ ეხა საღამოს ბიძინა მოვა და საქართველოს გასაღებს ჩაგვაბარებს. მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხო გაიგიათ, ხო? აი დაახლო, კი, გასაგებია, რომ ჩვენი ყველა სურვილია, რომ ხვალვე გაქრეს ეს ხელისუფლება, მაგრამ რეალობა ესეთი არ არის. აი ეს ამ მოლოდინების შექმნა, რომ ხელისუფლება დღეს უკვე იმდენად სუსტია, რომ ძალოვანი სისტემაც უარს იტყვის რაღაცას და ამ შემდეგ, ხო? ამას კიდე ვირწმუნებდი ოპოზიცია რო იყოს კონსოლიდირებული და ერთიანი და ხალხიც რო ერთიანი იყოს, ხო? შესაბამისად. და ლიდერი რო ყავდეს, რაც თავარია, ეხლა თქვენ გაიგიათ, ერთდღიანი ომი სარდლის გარეშე რო მოეგოს, სარდალი ყავს საერთოდ ამ არმიას? სარდალი არ ყავს. და სარდლის გარეშე მოგებული ომები მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს საერთოდ, ხო? აი მიშა რო იყოს გარეთ, ხო? ნუ კი ბატონო, ვითხოვდი რომ მიშა არის ესეთი. იყო ესეთი ყოველ შემთხვევაში, ხო? და ეხლა პატა ბურჭულაძეს არ აქვს ეს რესურსი და ყველას გარდა არც არავინ არ აღიარებს, თუნდაც ის გამოსვლელი ხალხი არ აღიარებს მას ლიდერად, ხო? და აი იმ მოლოდინების შექმნა, რომ პოლიციელებია უარს იტყვიან, ესეც ილუზიებია. პროვოკაციული ილუზიები მე ვიტყოდი, ხო? და გათვლილი ახალგაზრდებზე. დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ მემეტება არც ერთი ახალგაზრდა იმისთვის, რისაც გაიმეტებს ეს ხელისუფლება, ხო? და ამის რესურსი სამწუხაროდ ჯერჯერობით აქვთ. მათი რესურსი მილევადია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ რევოლუციური სიტუაცია, რომელსაც შეუძლია ჩამოშალოს სისტემა, არ არის ეს ენერგია. რატო ვქმნით ამ ყალბმოლოდინებს? გაუგებარია ჩემთვის. თუ მაგალითად აქციებიც სტარდება, თუ ზეწოლა ხელისუფლებაზე, თუ არჩევნებში ცდილობ რაღაც წინააღმდეგობა გაუწიო, ეს რატო უწყობს ხელს იმას, რომ რაღაცა ეგუებით რეჟიმს. სულ არ ვაპირებ შეგუებას. რამდენჯერაც არ უნდა მივიდე არჩევნებზე, პირიქით, იმიტომ მივიდივარ, რომ გამოვხატო, რომ არ ვეგუები ამ რეჟიმს და არ მომწონს ამათი პოლიტიკა. ვინც პროტესტით გამოხატავს, ხოლო და არ მიდის, ესმის იმათიც. მაგრამ ის არ მესმის, რომ ვინც მიდის გამოხატავს, არაძლევს ხმას ხელისუფლებას, ამით რანაირად თამაშობს ხელისუფლებისთვის სასარგებლო თამაშს, მე არ ვიცი. წონებული მერაბ კოსტავა ამბობდა, ყოველი დღე უნდა დავიწყოთ ახლიდან. ყოველი არჩევნები ეს არის ნულიდან დაწყება. ის რომ მაგალითად წინა არჩევნები ცუდი იყო, ეს არნიშნავს, რომ ახლა არ უნდა მიიღო, აჰა, ისე იგი და ის განმეორდება უცნებად, იმიტომ რომ მილიონი ფაქტორია, მილიონი რაღაცა შეიძლება შემთხვევით გავარდეს რაღაცა შენი ხმა რო გაქვს, შენი ხმის გამოყენებას ყოველს უნდა ეცადო. ეს პირადად ჩემი პირადი პოზიცია და ასე მოიქცევი მე ყოველთვის. სულ ერთია, როგორც არ უნდა იყოს, რო ვიცოდე წინასწარ რაღაცა არავინ არ მონაწილეობს, მაინც მივარ. და საერთოდ პოლიტიკური პარტიაც ყოველთვის ფიქრობ, რომ არჩევნებში ყოველთვის სანამ არჩევნები ხა თურქმენეთის არჩევნებს თუ ჩამიდარებენ, როცა არანაირი აზრი არ აქვს, მართლა 99% იცეს გამარჯვებული. ეხლა იქ მართლა გინდა მისულ ხარ, გინდა რა, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იქ მართლა რასაც უნდა იმას დაწეს.
ჯერჯერობით გონია რომ რასაც უნდა იმას ყოველ შემთხვევაში თბილისში ვერ დაწერენ. ოპოზიციას რომ ერთიანად მიიღო მონაწილეობა თბილისის არჩევნებში, მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებოდა გაყალბება. იმიტომ რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გულისხმობს იქ ოპოზიციის მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში, ცესკოში და ხა იქ რაღაცა ცესკოს თავმჯდომარე გაიქცეთ სალკე და თავისთვის რაღაცა დაწეროს. ეხლა კი ამადგან ესეც კი არ გამიკვირდება იმდენ რაღაცეები აქვს გაკეთებული უკვე ისეთ რაღაცეებს აკეთებენ. მაგრამ ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი ტრიგერი მასობრივი გამოსვლებისთვის ეს იქნებოდა ასე ვთქვათ საერთოდ დასამარება იმისი საერთაშორისო ლეგიტიმაციის ანუ სრული ფეხებზე დაკიდება ყველაფრის და თუ რევოლუციური რაღაც განწყობები გვინდოდა და რევოლუციური განწყობის გაღვივა ამასაც ხელს შეუწყობდა. თუ ხელისუფლება იპარავს ძალაუფლებას ანუ უზურპაციას ახდენს ხალხი ჩვენივე კონსტიტუციით უფლება მოსილია ეს ხელისუფლება გაუშვა სახში. ანუ ტრიგერი ამ რევოლუციის ზუსტადაც რომ გაყალბებული არჩევნები ისო 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაყალბებული არჩევნები შეიძლება გამხდარიყო. ჩვენ ხო მარტო იმ ხალხის გაბრაზება არ გვჭირდება, ვინც არჩევნებში არ მიდის. ვინც არჩევნებზე მიდის, ისინიც ხო გვინდა რომ გავაბრაზოთ. და ისინი რა შემთხვევაში გაბრაზდებიან? თუ ისინი ხმას მისცემენ და ხელისუფლება მოპარავს ხმას, ხო? და თუ გაყალბება არ დაჭირდა ანუ აურჩეველი მასობრივად ოპოზიციური არ წავიდა არჩევნებზე, აი მაშინ მოხდება ლეგიტიმაცია. და ამას ვინ უწყობს ხელს, ვინც მოუწოდებს აურჩეველს, რომ არჩევნებზე არ წავიდეს. დიდი ბოდიში ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია პასუხისმგებლობა ამაზე არ უნდა გაინაწილოს? ანუ ლეგიტიმაციაში ირიბად ხელს ისინი არ შეუწყობენ ამ შემთხვევაში? ამაზე დაფიქრება არ იყო საჭირო? აი წარმოიდგინეთ, თქვენ მიდიხართ ომში ხმლები გაქვთ რა, თქვენი შეერაღება ხმლები და თქვენ მოწინააღმდეგეს აქვს ზარბაზნები. და თქვენ უცბად აცხადებთ, რომ ეხა იმას ზარბაზნებს სანამ არ გაწევენ და ხმლებით არ წამოვლენ, მე ომში არ წავალ. ეს ადეკვატურია, როცა სამშობლოს იცავთ? კი, გასაგებია, რომ უსამართლო გარემოა, მაგრამ თქვენ არც ერთ ბრძოლის ველზე უარი არ უნდა თქვათ. იმით, რომ მე ეხა ხმლით თუ წავედი იმის გამარჯვებას ლეგიტიმაციას გავუგეს აბსურდული არგუმენტია მე ამას არასოდეს არ მივიღებ რა 2009 წელს იყო დიდი აქციები რომელმაც რაღაცა უცებ ვერ მოიტანა შედეგი ბოიკოტს აცხადებდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ვთქვათ ეროვნული ფორუმი იქ მაშინ ლევან გაჩეჩილაძე და სხვები ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ანუ ოპოზიციის ნახევარი იყო ბოიკოტის რეჟიმში და ჩვენ მაშინ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა ირაკლი ალასანიას და რესპუბლიკელების და ახალი მემარჯვენეების ალიანსთან ერთად ირაკლი ალასანია იყო კანდიდატი ოპოზიციის მაშინაც იყო დაახლოებით ასეთი სიტუაცია თბილისში იყო ოპოზიციური განწყობები ჩავატარეთ საშინელი კამპანია პირდაპირ ვთქვა ძალიან ცუდი წინასაარჩევნო უამრავი შეცდომებით და ბოლოს გაგვექცა საერთოდ საკრებულოს კანდიდატის თავმჯდომარე ბოლო მომენტში გაგვიხტა გვერდზე სოზარსუბარი იყო მაშინდან ეხლა აღარ მიყვის ისგან მაგრამ მაშინ ძალიან გასაკვირი იყო უცებ გახდა და გადახდა ბოიკოტის რეჟიმში ანუ ამ პირობებში კი ალასანიამ აიღო 20% მე კიდევ უფრო მეტად დაინგრა და ამის მერე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ახლაც კი ეს მოძრაობა მასობრივი ძალიან კარგია და აუცილებელიც კი მაგრამ ფიქრობ აუცილებელია პოლიტიკური ალტერნატივის გამოკვეთა. ამ პოლიტიკური ალტერნატივას ეს არჩევნები სამწუხაროდ ვეღარ გამოკვეთავს. მაგრამ ის რომ ოპოზიციამ თუნდაც ამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მიიღოს 20% დღეს, ეს იმაზე მაინც დაგვანახებს, ხალხს იმას განცდას მაინც გაუჩენს, რომ ესე იგი ხელისუფლების საქმე თლად ცუდად ყოფილა. ამ პირობებშიც რომ ეს ოპოზიცია 20%-ს ართმევს, ესე იგი ცუდად ყოფილა ხელისუფლების საქმე და უფრო მეტად მე მგონი ენთუზიაზმს გააღვიძებს. აქციით რომ ჩვენ ძალაუფლებას გადმოვიბარეთ მშვიდობიანი აქციის, ხო? აქციით. მე ამის არ მჯერა. თუმცა თუ 300,000 ქართველი იქნება ქუჩაში და მეც მათ შორის ერთ-ერთი ვიქნები, მე ძალიან გამიხარდება. ეს იქნება ხელისუფლების შეზანზარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან პრინციპული ძალა უნდა ვაჩვენოთ. ხა თეორიულად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, ხა 4 ოქტომბერს თუ დაიწყო და დამთავრდა, რა გინდათ, აბა მე აი რა გინდა თქვა, სიგარეტს გადავაგდებ, ბოდიშებს მოვიხდი. კიდე რა ვიცი, რა გავაკეთო, მითხარით. თვით დაზიანებას არ მივიყენებ, იმიტომ რომ აზრი არ. ნებისმიერ რაც გინდა თქვენ გურა მომთხოვეთ და რა თავზე ნაცარს დავიყრი, კიდე რა გავაკეთო, აბა. თქვენ გონეთ მე ეს არ მინდა, ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ
სხვა საკითხია რომ რისკებს ხედავ და მე არ მინდა რომ ის რისკები ისე განვითარდეს რაც ბიზნესს აწყობს. აი ეს არის მეტი არაფერი. პრინციპში თუ ბევრი ხალხია, დარბება ასე ადვილი არ არის. შეიძლება აი ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს და ამიტომ ერიდებიან ხოლმე, მაინც ელოდებიან იმ მომენტს რომ ხალხი შემცირდეს და ცოტა მოიკლოს და მე შეიძლება წავიდნენ ამაზე, არ ვიცი. საერთოდ ის შტაბეჭდილება მჩება რომ წინასწარ არც ხელისუფლება არ იცის რაღაც გააკეთებს, კი ემზადება ვიღაცებს აპატიმრებენ ახლა ვიც აქტიურობს რაღაცას და არ არის საერთოდ ცნობილი, ანუ არის დაახლოებით როგორი სიტუაცია, ეს აი ნაპოლეონი იძახდა ომის წინ რომ ჩავება ბრძოლაში და მე ვნახოთ. აი უფრო ესეთ სიტუაცია არა. აი ჩავება ახლა აქციაში და ვნახოთ რა გამოვა. ნაპოლეონს ხშირად უმართლებდა, მაგრამ ხო, რა ვიცი, ახლა ნახოთ აბა ნაპოლეონის გზაზე თუ წავამდე, ხა ეს აუსტერლიცი იქნება თუ ვატერლოო იქნება, აგასაც ვნახავთ.